ახლა კი ხმაურიანი სტატია განვიხილოთ თურქეთმა გადაწყვიტა საქართველოს საჩუქოს დასავლეთ სომხეთის 300 ისტორიული ძეგლი. Armenia Today-ის ოფიციალურ გვერდზე ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია, ქართველი ისტორიკოსები კი დღეს განცხადებებს აკეთებენ. სპეციალისტების თქმით, დიასპორის რელიგიისა და საერთაშორისო ინტეგრაციის საკითხების კომისიის წარმომადგენლების განცხადება იმის თაობაზე, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები, მათ შორის ოშკი და იშხანი, სომხურია სიმართლეს არ შეესაბამება. ქართული ძეგლების კუთვნილება არც ქართულ და არც უცხოურ წყაროებში ეჭვს არ იწვევს. მარიკა შალიკაშვილი მუშაობდა თემაზე. თურქეთმა გადაწყვიტა საქართველოს აჩუქოს დასავლეთ სომხეთის 300 ისტორიული ძეგლი. Armenia Today-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დიასპორის რელიგიისა და საერთაშორისო ინტეგრაციის საკითხების კომისიის წარმომადგენლები ვანტერ კაზარიანი და აშოტ მანუჩარიანი აცხადებენ, რომ ოშკი და იშხანი, ასევე სხვა ძეგლები, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, სომხურია. ოშკვანი და იშხანი სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლებია, ისინი სომხური არქიტექტურის ყველა ელემენტს შეიცავს. მეტიც მათ სომხური სახელწოდებები აქვთ. ეკლესიების არქიტექტურა ეჩმიეძინის მონასტრის და ზვარტნოცის ზუსტი ანალოგია. ოშკვანი და იშხანი, რომლებიც ერზრუმის პროვინციაში მდებარეობს, მასიური კომპლექსებია. Armenia Today-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას ოშკისა და იშხანის სახელწოდებისა და არქიტექტურის სომხური წარმომავლობის შესახებ ქართველი მეცნიერები პასუხობენ. ეჩმიეძინსა და ზვარტნოცის მსგავსება ოშკთან და იშხანთან ეს არის აბსოლუტური აბსურდი, იმიტომ რომ არანაირი მსგავსება არქიტექტურულიც კი არ არის. შეიძლება ვისაუბროთ ზვარტნოცისა და ბანას მსგავსებაზე, მაგრამ ნუ რავის ნუ დავიწყდება, რომ ეს არის ქართული ხელოვნების, კულტურის და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრები. ბანაში არის დაკრძალული ქართველი მეფეები. ეს სომხური არგუმენტები ხშირად თანამედროვე მსოფლიო სამეცნიერო წრეებში იწვევს ღიმილს. ქართველი მეცნიერების განცხადებით, როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების ქართული კუთვნილება ეჭვს არ იწვევს. მიუხედავად ისა, რომ თვითონ სომხეთის ხუროთმოძღვრება, მათ ხელოვნება ძალიან მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი განსაკუთრებული ტრადიციის არის, მაინც რატომღაც ესეთი მიდგომა, რომ არა ეს ჩვენია, სულ მეორდება და მეორდება, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება იმ ძეგლებს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის უცხო ტერიტორიაზე არის მოხვედრილი ისტორიული ძნელბედობის გამო. ეს ძალიან შორს არის მეცნიერებისაგან და რაღაც იუმორის სფეროში ალბათ. გვაქვს უამრავი ხელნაწერი გადაწერილი ამ საეკლესიო ცენტრებში, გვაქვს უამრავი წარწერა, რომელიც არის ამ ეკლესია მონასტრებზე დატანილი. სომხური საზოგადოებრივი საბჭოს წევრი ჟასმინ ასრიანი პუბლიკაციაში აცხადებს, რომ რაიმე ზომების მიღება რთულია და აზრი არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროზე დაყრდნობას. მათ მხოლოდ იუნესკოს კონვენციის იმედი აქვთ. თურქეთი ისევ გვაჩვენებს თავის ავანტიურულ პოლიტიკას და ცდილობს ზიანი მიაყენოს მეზობელი ქვეყნების, სომხეთის და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ამტკიცებს, რომ თურქეთს არ შეუცვლია ანტისომხური პოლიტიკა. ქართველები კი არანაკლებ აგრესიულად არიან განწყობილები და მომთხოვნები რჩებიან ამ საკითხის მიმართ. ძალიან დიდია მცდელობა გარკვეული ძალების მიერ ამ საკითხის პოლიტიზირება მოხდეს და არაფერი საერთო პოლიტიკასთან ამას არ აქვს. ეს არის წმინდა საისტორიო საკითხი, კულტურული ძეგლების საკითხი. ტაო-კლარჯეთში ამ ეტაპზე იშხნის რესტავრაცია მიმდინარეობს. სპეციალისტების ვარაუდით, ოშკზე სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება.